ცოცხალი გააქვს? ეს კილომეტრი. ხო. რა თევზიქნა? რამ შეგაიგცა? მილიციონერი ხომ არა? ხიზილად არა გაშავი. ლოკო მაქვს ქინძვარში. გაიკვირვე, თორე პირველად ყიდულობ შენ. მოუსი აქედან თორე. შეაყოლე. კარგი. უკაცა. თევზი გინდა თუ ხიზილადა? არსეთ? დაძროა ვერ მეწყია. მიწა სულიზროა. ეკა, ქალბატონო თან. რა ბაზარია? შვენიერი. რა ფერები? ფერები? მომგონს აღშერჩა ფერი და ხორცი. ვაიმე, წყარო. შენ არ იცი რომ წყარო ხარ? რატომ წყარო? მე მინდა ვადღეგრძელო ქართფელი ქალი. ქალი როგორც ყველა დიადი გრძნობების წყარო. მე თქვენ ბატონ ბიძინას ამ სადღეგრძელოს არ ეთანხმები? ხო და მითხარი ერთი რატო უნდა დადიოდეს ეს წყარო ბაზარში და თრაქავდეს ამ სიმძიმე ჩანთებს. როცა არსებობენ ისეთი მუტრუკები როგორც შენი ქმარი. უი, რა სცენები? არა, ვახტანგს ეს არ ეხება. ვახტანგის ვაკაცია. წარაკრაკდი ახლა სახლში. წყარო. ეკა! რას გავს ეს? ამ ტუზი ამ შუა ბაზარში როცა იცი ამდენი საქმე აქვს, რა უნდა მოასწრო? ეს ხალხი. რამდენჯერ გითხარი, ყვავილები არ დამარახო მეთქი. შენი ვახტანგიც კაი ჯაჯღანა გამხდარა. არ ვიცი რა იმართება ამ ბოლო დროს. ყვავილები შეიძულა. რა შეიძულა? ყვავილები. კაი, ახლა ეკა რა დროს ყვავილებია. ერთი შეეკითხე, რამდენად ყიდის ეს აყუდებული ვაშკაცი ერთ კონა ოხრახურს. კონად შეურე არ მოგწონს? ქალბატონო თან, რა მინდა კი? თქვენ როგორ ვაიმე ჩემო ეკა, ახლა წავალ თუ რომ დამრჩა მშიერი ჩემი ზოოპარკი, მშვიდობით გენაცა ნახავ. ეკა, სადა ხარ აქამდე? სტუმრები უკვე სეიფში არიან. ვინ არიან? ფრანგი ტურისტები. ვაიმე. ძევასო. ამხანაგო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ დროს. თბილისის დროით 7 საათი და 45 წუთია. განვაგრძობთ კონცერტს. ვახტა. ხო. გესმის რას უკრავი. თუმცა შენ საიდან გეცოდინება ღმერთო ჩემო. 20 წლის წინანდელ ამბავს გაგონი. სოფელში ვიყავი იმ ზაფხულს, ბებიას ხორომ ჩაუვარდა ჭარში, გახსოვს? გახსოვს? ხო.
ამას უკრავდნენ, სწორედ როდესაც შენი წერილი მივიღე. აბა თუ გახსოვს რომელი? არ მახსოვს. გინდა მთელი წერილი ზეპირად გითხრა, გინდა? მინდა. ურაუტანელია თბილისი უშენი. ორი გამოცდა დამჭა. სულ ვერ მაცადინა. დიასახლისი ამბობს, ამინდის ბრალია, არც კი ვიცი რა ამინდია, მგონი ცხელ. რომ ვიცოდე შენიანები შეეგუებიან ჩემს უდიპლომობას, მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. როგორ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს შენი სოფლელების თვალში. თორემ ბებია შენის ჭაში ჩავარდნილი ბოჩოვასიც გიფშობს, რომ მოიყვანეს დიდხანს ვეფერეო, ასე არ მწერდი. შენი კიდევ ერთი ახალი პორტრეტი დავხატე. ზოლიანი გავით. ცუდი არ უნდა იყოს. პორტრეტის კვალობაზე რა თქმა უნდა, თორემ შენთან შედარებით საშინელება ალბათ. იმ ვარდის ფერატნებს მოვიგონებ კვლავ. იმგვარად ვემდე. იმგვარად ვემდე. რა ხრობა ეს? დილამშვიდობის სამხანაგებო. ვარჯიშს ვიწყებთ ადგილზე სიარულით. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1, 2, 3. 1, 2. ხომარით მესამე მიკრორაიონი, მეხუთე კვარტალი, მე-9 კორპუსი სად არის? მე-9 ანეს უნდა იყოს. ანეს ზუსტად ვერ გეტყვით. მოგელა, შემოსვლას არ ვაპირებ. საჭმელი მოგეტანა. შენ ალბათ ნაწყენი ხარ. არ ვიცი, ეთყობა რაღაც ხდება ჩვენ თავს ვახტა. შენ ასეთი არასოდეს არ ყოფილხარ. გადავიღალე ალბათ. შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და რატომ უნდა იყო ასე გაღიზიანებული? იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. იქნებ გათავდა რაღაც. ნაცვლად. კარგი ახლა ვიყოფ. ნუ არ მომასწრე. ხანია ველოდები ამ კარების გაღებას. როგორ გონი არ მაინტერესებს რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში. ცოტა კიდევ უნდა მაცემო. ზურიკო რომ ჩამოვიდა და შულს ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. როდემდე უნდა იყო აქ ასე მარტო? ვიღაცის სახელოსნოში შეხიზნი. მე მარტო არა ვარ. შემოდი ოღონდ არ აღავდე. ეს ყველაფერი დროებითია და ჩემთვის სერიოზული არა. შემოდი. შედი. თუ ძმათან ერთად სწავლობდით, ბიჭო, არ გწვენია ეს 50 სურათიც მიიღე, მეთქი უთხარი, მაგრამ არ ქნა, ბიჭო. ქალბატონო, მობრძანდით. პორმარებზე დაგვეცინეთ, ბატონო, ვახტანგ აქეთ მოიყვანეთ. მობრძანდით. აგერ დავბრძანდით, ქალბატონო, აგერ რა ჩვენთან. შენი ახლა მე
მეგობრებო, მე მინდა ვათღეგრძელო ჩვენი ოჯახების მფარველი ანგელოზები, ეს ზღაპრულად გაფურჩქნილი ყვავილები. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ, ქალბატონო ეკა. დღეს სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო ჩვენი ყვავილების ყველა ასლი. რასაც აქ ხედავთ, რაც აქ არის მეგობრებო გამოფენილი, ორიამდენი წაღებულია უკვე. ხვალზე ყველა ჩვენგანი და უპირველეს ყოვლისა ვახტანგი, როგორც ყვავილების სტახანოველი, წელგამართული შეხვდება ცხოვრების ყოველნაირ ვარიანტს. იცოცხლებს გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ მიხაკებს და შიგადაშიგ გლიცინიებსაც. მე ეს ყვავილები გენაცვლოლე. ცოლ-შვილს მირჩევნია. ცოლ-შვილი მხოლოდ ხარჯია. ყვავილები კი შემოსავალი. ეკი პირიქით. ყვავილები აქ ბატონო ამოსული. გაზაფხულის მოსვლას სიკვდილით თოლადები ხოლმე. და ქალბატონო ეკა. ოიცა. ბატონებო და ქალბატონო ეკა. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც დროზე გვეყო ჭკუაც და სინთეზიც, რომ სოფლიო შედევრების შემხედვარებს აღარაფერი გვეთხიბნა. ასე არა ბიჭო? მორჩით ახლა ხლაბუც. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლ-შვილს. ბიჭები ხუმრობენ, აკა არ იცი ამათი ალბათ. რა ეწყი? ეხლა ვემოვალ. რატომ აჩქარდი? მაგვიანდა. ისე გაგვიანდება, რომ დამშვიდობებას დაგავიწყდა? მე ეხლა როგორც მასპინძელმა შეურაცხყოფილად არ უნდა ვიკრძნო თავი. ბოდიში მომხადესხებდა. ამოდი და გითხარე მაინც. რას გვერდში ბატონო? შენ ნინას გერჩი სამსონ. აჰა, გასაგებია. მე არ ვდებ თავს კარგ მხატვრობაზე. მე კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს. ამისათვის ფულიც მჭირდება ხანდახან. ამიტომ ყვავილებს კი არა, თუ გინდა სულ სარეველა ბალახებს ვხატავ და ვხატავ. ამას მე ჩემ თავზე ვამბობ. ვახტანგს ეს არ ეხება. მერე? რა მერე? ვის ამტყუნებ ამაში? ვის ამტყუნებ? მაინც ვაპირებდი შენთან ლაპარაკს და მოდი და გეტყვი ყველაფერს. გისმენ სამსონ? ვახტანგი ყოველთვის ასეთი იყო? როგორი? აი, ასეთი, ხასიათით. ვეღარ ავცნობ. სულ გაღიზიანებული. არ ვიცი რატო. მე ვიცი. რატო? ვახტანგი ამას სიძულებით აკეთებს ყველაფერს. რამაც შენ არ წაგაღელვა დღეს. მერე ვინ აიძულებს სამსონ? შენ? მე? ხო, შენ. შენ აიძულებ ისე რომ ვერც გზნობ. ჩვენი შრომა სხვათა შორის სულ არ არის სათაკილო. დიდად საჭიროცა. რა თქმა უნდა, სამსონ. მაგრამ ვახტანგი არ უნდა ცდებოდეს ამაზე, გესმის, არ უნდა ცდებოდეს. მე. ხო, შენს გამო, შენი სიყვარულით აკეთებს ამას, შენ ესწოდები. ესე იგი თავს აწოდებ ალბათ. არა, ძალით კი არა, ძალაუნებურა. ეხლა ხედავ. ნებას ვერ აძლევს თავის თავს, ასე ვთქვათ, შენი შრომის ხარჯზე აკეთოს თავისი დიდი საქმე. დალევს მე ორჯიქას და ჩვენ დაგწოფავს ხოლმე. მომიცოდე სამსონ. რა გიხარია? სამსონ. გამოდის
ამ კაცს მართლა აგრძნობინეთ სახში რაღაც. უბიზგეთ აქეთ და თან ემდურით? აუცილებლად გაკოცებდი, ჩემო სამსონ წვერი რომ არ ქონდეს ასე გავურძგნული. არც ერთი სიტყვა. შენ ალბათ ჩემთან შერიგებას არ აპირებ, მაგრამ მე ვიცი ერთი უებარი წამოდი. არა ერთერი წამალი მე აღარ მჭირდება. იცი რა ბედნიერი ვარ დღეს. ვიცი. რაც ნახე და გავიგე იქ სახელოსნოში. სასიხარო რა ნახე და რა გაიგე? შენ შეცვლის ნამდვილი მიზეზი გავიგე. იცი როგორ შემეშინდა. ასე მოგონა რომ ყველაფერი გათავდა. ჩვენ ერთად აღარასოდეს აღარ ვიქნებ. თუ შემართლა ფიქრობდი რომ ყველაფერი ამას, რომ ყველაფერი ეს ჩემი და ზურიკოს გულისთვის იყო საჭირო. აბაისთვის. არაფერი. შენ ახლა შენ ნამდვილ საქმეს დაუბრუნდები და ჩემს მიმართაც ისეთი გახდები როგორც იყავით. ალბათ დავანებებ თავს, მაგრამ ჯერ არ გამომშობ. ვინ დაგახევს კალთას? ზურიკოს რადიოგრამა მოვიდა. სადა? ჩემი კოსტუმის ერთ-ერთ ჯიბეში. მონაცი. რა ხუმრობა? ჩვენი ზღვის მგელი უკვე გიბრალტარზეა. ადექ გენასწავლები. სამნი ესენს წარმოგიდგენიათ. მამა ძაღლი. ესენი. ერთ მოერი ერთ. თქვენ აჩვენოთ თქვენ. აბა თუ ვაშკაცები ხართ, მაგაც მოერიეთ. ვინ გეკითხებოდა? თორნეში ავიდე. მიდი. ჩქარა, თქვენი ჭირიმე ჩქარა, კაცს ურტყავენ. ვინ ვის ურტყავს? ვიღაცები ურტყავენ ჩემ ქმარს. უფრო სწორედ ჩემი ქმარი ურტყავს იმას. ისინი სამნი ერთ წემდნენ. წარმოგიდგენიათ? მაშინ ვიღაცას ყოველთვის ურტყავს. და ჩვენ თუ ასე ვირბილეთ, ამ დალოცვილ ყურუკას ქვე ვიღა გამოასხობს. ადი ბიჭო, გეიგე რა ამბავია. კიდევ ვინმე სხვა არ მივეშველოთ. თონაში წყალი იქნება, წავიდე. რა ასე მალე მორჩი ჩხუბშა გაწო, ჰა? თქვენ უნდა გენახათ ისინი რა ნაცემები წავიდნენ. თუმცა თქვენ არ იკადრეთ პურის ცხობის შეწყვეტა. თქვენ მოხუცხოვდით მომეხმარდო და ჩემი აზრი არ გეკითხა. რომ ეკითხა? უსიკვდილოდ გიპასუხებდი, რა ვარ მოგეხმარები. დიდი მადლობა. დამოდე, დაი. ოთ. შენ დამოდე. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბიძია. დამო ჩაბა, დამო. ოთ. აგერ დაბძან. მობძანი შენ ჭირიმე, მაგიდასთან. ნუ შეწუხდებით, ხომ პირს დავიბა თუ შეიძლება. ყალი აქეთა. მიხედე ბიჭო. ой, თქვენი რა მადლობელი ვარ ბიძია. თქვენ რომ არ დაგესწვინათ. უფრო ადრე დავსვენდი შვილო, მაგრამ ხელი არ შეუშალე იმ ვაშკას. ვაშ? შვენივრად უბაყუნებდა იმ არაკაცებს.
როცა ის ღვთისმიერი გასია დარაჯად, იმ ღამეს პურის სხვანაირი ცხება. 15 წელია ღამის დარაჯად მუშაობს. კი, მაგრამ 15 წელი არ გიძინიათ? თქვენ პაპურა უკრამ ჭედელი თუ გაგიგია. ეხ, სადათვით. არ ვიცი. არის კიდეც და აღარც არის. აი ეს გახლავთ პაპურა უკრამ ჭედელი. ხო? მე თქვენი ნაკეთები ხანჯალი მუზეუმში მინახავს ბატონო პაპუნა. კი, მაგრამ როგორ? ღამის დარაჯობაზე ცდებით მერე ბატონო პაპუნა? არასალეს მუშაობა გაუკოჭეს ოქროს ხელები. როგორ გაუგოჯეს? ფინ ინსპექტორები შეუშნენ და მიადოებინეს. პენსია? პენსია სირბილი უნდა, მე კი ჯომა მირჩევნია. სკამი მაინც დაიდგით, ბიძია პაპუნა მთელი ღამე ქვაზე როზე ხართ. წესი თქვა უკვე გულზე უნდა მედო შვილო, და თუ ქვა ზემოდან მოვექცევი, მაგას რა ჟობი. ბატონო პაპუნა, მოწაფეებით უყავს. არ შეგირდები საფრანგეთსნება. ტყუილია. ხო და მიწაში მიაქვს ეს მამა პაპის განასწავლი ხელობა. მატანთ და წავიღებ, აბა რა ვქნა. ახლა ყველა ხანჯლის დარტყმაზეა მარჯვეთ, თორე ხანჯლის კეთება ვის აინტერესებს. ბიძია პაპუნა, თქვენი მისამართი მომეცით. თბილისის ციკლი ვახტანგ უკვე ისტორიული ხდება თანდათან. კიდევ კარგი არ ვიცი. ხო, აი რამდენი რამეა შენტილოებს ისეთ რაც უკვე აღარ არსებობს, რაც დაანგრია. მე შენტილოებს ისე ვარ შეჩვეული, ასე მგონია შენი სურათების მიხედვით აქ ყველაფერი აშენებული. მართლაც აფსუსია რა, ეს უბანი ფუტკრისკებით რომაა დასახლებული. აქ სულ მხატვრების სახელოსნოები უნდა იყოს. ამ შვენიერების შემხედარი იმუშავებ კაცება ეს. თისაც მუშაობა არ უნდა, თვითონ მისეზი არ დაელევა. გავეზეზე თითოეულ არ ნახე, იმ ნაცრისფერ მასივში სამსონის სახელოს უნდა რა ხედი. წარმოგიდგენია. აქ რომ გარედან ყველაფერი უცვლელი დარჩეს და შიგნით კი გაკეთდეს ნამდვილი კეთილმოწყობა. რატომ არ შეიძლება თბილისიც კონდეს თავისი მონმარტრი? ნუ თუ არავის მოსვლია ეს აზრი. როგორ არა? მაგრამ ვინც როდის იქნება? და მანამდე მხატვრები არ აპირებთ ნამდვილ მუშაობას. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა, შენი მკვიდრი ყველა კარგი ფეხისვა, არ მოგაკლებთ სალაღობო გალობას და გილოცავთ უჩქნებ ყმაწვილ ქალობას, როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე, საფლავადაც მას შესმიწას ვინ ადრე. შემოგბედავო უცხო თვალით მინდა შენი დანახვა რომ გავიგო მართლა მის თანახა თუ სიბერმავით მხოლოდ მე მოჩვენება შენი ზეცის სილურჯე დამშვენება ყველასათვის ლეგენდაო და არაკო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო
ისმენ? მე ვარ. არა, ხვალ. უფრო ცოტა უფრო გია. აუცილებლად. საინტერესოა, მაგრამ ცოტა საზღვაოსნო ტერმინოლოგიითაა გადატვირთული. მართლა, ზურიკოსკენ გიბრალტარიდან არ გადამიადგილებია. ხოლიდან ერთი პატარა გემით ჩემს სახელზეც გამოჯერეთ და თბილისიდან ქუთაისში გადაადგილე. მივლინებაში მივდივარ, ერთი კვირით. რატო? სამსახურის დავალებით. რატომ დათანხმდი? განცხადებაზე რა გიპასუხეს? დავწერა, მაგრამ ჯერ ვინ გამიშოს. ჩაბარე? არა, ჯერ აქ აქვს. აბა მაჩვენე რა დაწერა. სადღაც მიიკარგა ალბათ. ეხლა დავწერ მეორეს. დავბრუნდები და ჩავაბარებ. ხო, ვახტანგ, აუცილებლად უნდა წახვიდე. ბრავო? თუ კი გაგზავნიან, მოვალე ხარ. საერთოდ. ჩვენი სახლი. დია პლატონ, ხვები უკვე დაუჭით. ოჩარ. ოქროს მეზობლებს სიცოცხლე. დაუმატე. დაუმატეს. დავი ჩვენი სახლში. შესანიშნავია. დამცინი თუ? როგორ გეკადრე? დაბა რატომ ამბობ? ჯერ ხომ ჩემი ბინა არ გინახავთ? არ მინახავს, მაგრამ უკვე მზათა ვარ გადავცვალა. არ დაგიმალა ბატონო პლატონ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში გადმოსვლა, მაგრამ რას იცი, ამ ხანდახან მსხვერპლია საჭირო. შენ ბინის გადამცვლელი არ ახ. დიახ, ჯერ დავათვალიეროთ, შემდეგ ვილაპარაკ. მობრძანეთ. ჯერ რამოდენიმე შეკითხვა. აბაზანა თუ გაქვს? თავიდან ხომ გითხარით, რომ არა მაქვს მეთქი. ხო, ეს პატარა ნაკლია? თუმცა რა, მთელი ეს უბანი სულ აბანო და აბაზანა არ არის. არა, აბაზანა არა გაქვს, ცხელი წყალი არა გაქვს, ეზოში რა პირობებიცაა თქვენ თვითონ ხედავთ. რა პირობები? ბევრი არიან თორე, ყველა საჭირო კაცი. აი მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მე თევზეები შენი მეზობლებია. აბანოში ორიგო წასვლა გინდა და მექიზეთ შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშები საძებნელი არ გვეყოლება. ჩემს მეტი ჩარა ცოლშვილს რა უთხარი თორე, ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა. აი მართლა. მობრძანეთ. მიბრძან. აბა, მიბრძან თარაში. გენეცვალო დედავა. გააღიდე და პირი გააღიდე. ალო. მოგხედავ? ბავშვს ვაჭმევდი ვერ დაგინახეთ. აი ეს გახავთ ჩემი ბინა. ეხლა მე ამ წუთში გამოვალ. ალო, გისმენთ? ანჟელიკა? ეხლავე დავძახ. მე თევზის გოგო ვარ. ცოტა არეულობა გვაქვს, რემონტს ვაპირებთ. მობრძანე. აი ამ კედლის გახდა თუ შეიძლება. ამისი? როგორ არა, ერთი წუთი უნდა. არ არის ახლა. მებრძანეთ. აი, აკეთ სპალნა გახლავს. მიხმობდე. ძალიან მეუხერხულება. გთხოვთ. ცოტა ანგრეულები ვართ, არ შეგეშინდეთ. გთხოვთ. გამაგებ. მაჭი ხამაგის.
არ გამაგიჟო. კარგი რა. ბავშვებო, გადით ყველანი გარეთ. ჭერიდან განათება რომ იყოს, ეს ოთახი სახელოსნოდ გამოდგება, მით უმეტეს ეს კედელი იხსნა. ხელოსნის სული ბრძანდებით? ნეტა ამ ოთახში ჭერის ახთა თუ შეიძლება. ალბათ შეიძლება. სულ ახთილი არ არის? გუშინ წინ უშანგის დაბადების დღე რომ იყო, დოლგარმონმა მართლაც რომ ახადა ჭერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია. იცით მე თანახმოვარ. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა გავაფორმო. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ? ბავშვები გავიდნენ გარეთ. ახლა აღარ დარეკო რა. აბა ბავშვებო, ეზოში არის და მამიკო ხომ გითხრათ, გადით გარეთ, რამდენჯერ უნდა თქვენინოთ. ნუ გამაგიშებთ. აი, ვაშკაცი ქალი ჩანხართ და ვაშკაცურად მითხარით, რამდენი უნდა დაგიმატო. ოღონდ იმდენი მითხარი, რომ შევწვდე. თქვენ თვითონ იცით, რაცაა საჭირო, ამიტომ თქვენ თვითონ ბრძანათ. არა, ჯერ თვითონ თქვას. ბატონო პლატონ, თქვენ კარგად იცით ორივე ბინა რასაც წარმოადგენს, ჩემით და თქვენით. თქვენ არაფერი არ შეგეშლებათ, მაგრამ არ დაგიმალავთ. არც მე ვარ გაუცით ცნობიერებელი. ვინ არა ხარ? მოდი პირდაპირ მითხარი, რამდენია საჭირო. ანგარიში ძმებშიაც მოდის. რამდენი რამეა საჭირო, ამას ვინ მოსთვლის, მაგრამ აბაზანა ხომ აუცილებელია. მე თქვენ ბინას აბაზანა რომ მქონდეს, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი. მე რა მერე? მერე ის რომ ასეთ ანგელოზივით ქალს ვინ მოგატყუებიეთ? მე თვითონ არ მოგცემ ამის უფლებას. ამან აბაზანიანი ვინა მოგცეს? შენ კი უაბაზანო მიაჩეჩო? ახლავე გაცვალეთ ბინები და ხელწერილი დაუწერე, რომ ერთ კვირაში აბაზანა მზად ექნება. რას ბრძანებთ? რისი ხელწერილი? გააკეთებს. პლატონ ისეთი ბიჭია, რომ ყველაფერს გააკეთებს. სხვა რომ დუქანში მანაც იხდის, ამან ორი უნდა გადაიხადოს. აბა შენ ეხლა გადი აქედან. აი მე ხომ არაფერი მithქვას. მოდი ერთხელ კიდევ შენი პირით მითხარი, რა არის საჭირო? რა აღარ ახართ თანახმა? არა. თანახმა ვართ, თანახმა. ჩუბა! ბინა შენია. ამიტომ ფასად შენადე. გინდა ოთუს ბირს დააფასებ, გინდა მუქთად გადაანდე. მოკლედ, შენ თხოვლობ აბაზანის მიშენებას და მეც არაფერს? არა, მე კი არ თხოვლობ. ეხლა არ გამაგიჟო. აბაზანა თუ ექნება თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. უკანასკნელად გავთხილებ, კარგად დაფიქრდი. რა არის საფიქრალი? დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებ? პირიქით, მადლობა მე უნდა გითხრათ. მოეცა, ამანაც გითხრას და შენც უთხარი. მანქანაზე ნუ შესრულდებით. აი მანქანა აქ ამყავს. მუშებზედაც არ დაგაგონებ, მე ვიქირავებ მუშებს. გმადლობ, ბატონო პლატონ, დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებ? ერთი პატარა სათხოვარი მაქვს კიდევ თქვენთან. ბრძანეთ. პაპუნა ოქრომჭედლის ბინას ხომ არ მაჩვენებთ? შეამოვნებით, აი აქვე ცხოვრობ ჩემს გვერდით. დამობრძანეთ. ეს გაკეთე. გაკეთე. ეხლა რა ამცალია შვილები, სხვა დროს გაკეთე. ეხლა არ ამცალია. მაშინ ფოკუსები გვაჩვენე. ფოკუსები შეიძლება. გამარჯობა თბიძია პაპუნა, მიცანე? როგორ არა, შილო, მოგზავნით. Ai, amores, la. Sai tkala, usta kida.
ასე სააღდგომობად განევით, როგორ მოგყვები ეს ბერიკაც. ღმერთო ჩემო, ძია პაპუნა, ასეთი ნამუშევარი ბალიშქვეშ უნდა იდოს თუ მუზეუმში. წინათ შვილო, ყარაჩოღელებს წელზე ერთხელ თქომე თავისი დასამარხი ვერცხლის კამარი. მეც ჩემ დასამარხად შვილო, აი ეს ხანჯალი მაქვს შემონახული. ისე მართალი რომ გითხრა, სიცოცხლეშიც ბევრჯერ გამომადგა ხოლმე. ნუ თუ ჩხუბში, ძია პაპუნა. არა. როცა გავცეცხლდები ხოლმე, ამას დავხედავ და დავშიტები. დიდი ხნის წინათ პაპუნაძე ერთ ვინმეს გამოუძახია და უთქვია, შენზე ცნობებია მოსული, ოქროსთან აგაკ საქმეო. ერთი შენ რა პასუხი უთხარი? ოქრომ ჭედელი ვარ და ოქროსთან მექნება საქმე. აბა შენთან რამე საქმეა მეთქი? მაგარი არა. მოგძანდით? რა ნამუშევარი? პაპუნა ოქრომჭედლის ნამუშევარი. პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალია და ახლა გიახლება. ეგა ეს რასტურები ფოლია. ისი ხარ შენ? ლატონოს. დიასახლისი სად ბრძანდება? მალე მოვა. დიასახლისი? მალე მოვა. რომ მოვიდეს, უთხარით ხალათი და ჩუსტების შემავიტანოს. ვიღაცა კაცი მოვიდა, დედა იკითხა, მე უთხარი ახლა მოვა. ბარას შევიდა და ბარას. შავი წყარის პალტო აცვია. ანავს და მღერის. რომ მოვიდეს ხალათი და პირსახვეც შემოვიტანოს. ჩუსტებიცო. შედი ოთახში. შედი ოთახში. ამ ხალა გოგო ხაშინი მეც დავდავე ბავშვები ჭუარა გააქვს. დადიხდა. სადახტი ხარ სად? ახლა თქვენ ბავშვები ხართ. მხეცები ხართ, მხეცები. და რა ხდება? თქვენ ხასიათი. გამარჯობა. არ გავგიჟდე კაცო. ერთი კვირა არ არის, რაც ბინა მიმიღია. ჩემ აბაზანაში მე თვითონ არ მიბანავია. მოსულა ვიღაცა ახვარი და კი, მაგრამ არ მესმის, რატო მილიციას არ ეძახით? აი, ჩემი მილიცია და ჩემი პროკურატურა. ირსახოთი, ხალათ! კაშკაც ხალათი რა თუნდა? გამოდის რომ ცოლის ხალათს ამთხოვს. ესე იგი ცოლს მაგინებს? ნუ კლავ მაბიში! გამოდი გარე! აი, მე გამოდი! იგივე დაწვა! გამიში და გამანებს! ყოფილა. დაიღუპე? სადა? ეკა. მეიდანში.
ეფსეოლოს პროსპექტი. არა, მეტეხის ხიდისკენ. დაღლილი ვარ, დასვენებანი. მოისმენეთ, ისე როგორც არასოდეს. საიქიოზი? ჯერ ძველი თბილისის ქუჩებით გავიაროთ რა. ექსკურსია. შეთანხმდით? მეტეხის ხიდისკენ. ქალბატონმა გაიმარჯვა. ორასტორი იყავი ვახტანგ, როდესაც ამბობდი მხატვრები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ამის შემხედვარე იმუშავე ბაბა რასიზამო. გახსოვთ? არა. რა არა? არ მახსოვს თუ ამბობდით, რომ ფიქრით ალბათ ასე ფიქრობთ. წარმოგიდგენია ვახტანგ, აქ რო ცხოვრობდეთ სადმე. ვინ გაღირსებს მაგ ბედნიერებას? ვინმე რო გაგიცვალოს ბინა? რომელი სულელი წავაკეთან საბურთალოში? მართლაც. მაგრამ ხომ შეიძლება მეტი ჩარაცოუშვილი ყავდეს? აი ცოულშვილზე არ მიფიქრია. მეზობლები? ცოცხალი თევზი გინდა? მე თევზი შენი მეზობელია. ბარგი გადასაზიდი, მუშასაწებარი არ აკყავს. აბანოში გინდა ურიგოთ, მექისე შენი მეზობელია. გონი პირდაპირ ვინმე შეუვარდე ბინოში და აქ დავსახლდეს ამოდამოდ. აი ახლა აქ, მარცხნივ და გააჩერე. სად მომიყვანა? მოთფინებით და შენი. გამარჯობა. პაპუნა ოქრონჭედილი რო აქ ცხოვრობს, იცი? პაპუნასთან მოვედით სწორად. აკადემიაში რომ მიიწვიეს და შიგირდებიც მიაბარეს? შესანიშნავია. სხვა რომ არაფერით ერთ-ერთი ენა მაინც უნდა ისწავლო, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა უთხრა. დილაობით, სოფელივით, სულ მამლების ყივილი ისმის. შეხედე, ვახტანგ, რა ხედია? ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი. ოღონდ ეს მაინც მითხარი, ვისთან ვარ ცდომად? შენთან. ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. აბაზანად გავაკეთებინე. მოგიტყუებია საწყალი პლატო. შენ ხომ გჯერა რომ მე არაფერს არ მოვთხოვდი. თვითონ შემომთავაზა აბაზანის გაკეთებას და ბარგის გადმოზიდვას. მაგრამ შენ რა იცი პლატონა? თვითონ არ ახსენე წავა. ხო, აღარც კი მახსოვს. ახლა ცილაპარაკონ რა არა პრაქტიკული ცოლი შეხვდა ვახტანგს. სხვათა შორის ეს კედელი იხსნება და უზარმაზარი სახელოსნო გექნება. შენ ხარ პირველი მხატვარი, რომელიც დასახდა თბილისის მომავალ მონმარტრზე. ხომ ამას ნატრობდი? ახლა რაღაც მოიმიზეზებ, ჩემო კარგო, უნდა დაждე და ძველებურად იმუშაო. ასეც იქნება, როცა გავთავისუფლდეთ. საიდან? სამსახურიდან. გესმით? ანჟელიკა აქ აღარ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს? ანჟელიკა გასულია, საღამოს დარეკეთ. გახსოვს, რამდენს წუწუნებდი, არ გამიშვებენ სამსახურიდან, არ გამიშვებენ. მერე? შეგიძლია მაგოთ, შენ აღარ ახარ იმათი თანამშრომელი. რა? არ გჯერა, ხო? სულთან ხუთავივი დავაძეკი თავზე შენს დირექტორს. ვახტანს განცხადება არ დაუწერიო. როგორ გეკატრებათ, მე დამიტოვა თქვენ გადმოსაცემად მეთქი. წამოვედი, ვიპოვე შენი დატოვებული განცხადება და მიუტანე. იცი რა მითხრა იმ ტუტუცმა? გამოსულელებულა თქვენი ქმარი. შენ ადგილას კუკური დანიშნეს. მეტის ღირსიც არ არის, ასეც მოუხდება. ასე რომ შენ თავისუფალი ხარ. გესმის ძირფასო რა ბედნიერება, თავისუფალი.
შენ ხუმრო ფეკა. ზურიკოს გეფიცები. რომელ ზურიკოს? შენი მეტი ჩრობისათვის რომ ყველაფერი უნდა მოაკლდეს ცხოვრებაში, იმ ზურიკოს მეფიცები რა? რა უყოთ ვახტანგ, ცოტა გავი. მამა რომ ისე სოლის კმაყოფაზე ეყოლება, იმ ზურიკოს მეფიცები არა? ქურდს გავყიდე, ინსტრუმენტს. როდემდე შეიძლება ითმინოს კაცმა შენი სისულელეები? აღარა ვარ მხატვარი, შეიგნეთ, ყველამ შეიგნეთ! მაშინ დავძანდი აი ამ აივანზე, შენ მეგობრებთან ერთად, სწვით 8 ნომერი ღვინო, უმტკიცეთ ერთმანეთ დიდი ქართველობა, გძელ-ძელს ადღეგძელოებში და შემდეგ თითქნეს შენი სულელური ყვავილების ასლები. ყვავილები თუ არ გაწყობს. შენი სალატრელი მამლების ყივილს რომ გაიგონებ ამ ბოსელში, იმისი ჩახოხბილი გაუკეთე, ბიც, გსადილად. ატუნი, ატუნი! ატუნი, ატუნი! შენ ალბათ ჩემგან ბოდიშს ელოდები. თუ აუცილებელია ჩათვალე რომ ბოდიში უკვე მოგეხატა. შენ გონია სამსახურს მივტირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. ამდენი ხანია სერიოზული აღარაფერი მეკეთებია. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია. შენ სხვა ძვერი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითხოვს, აღარ გიყვარვა. შენ მინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს. ასე არა ძირფოსო. თუ დამიჯერებ, მენდოდა შენი ნაოჭები უფრო მიყვარს. ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ. მაგრამ ცხოვრება ისე გგლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მეჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი. შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე, სადღაც ზევით, რაღაც უსაშუალო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არა და? არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას? შევოდი ჩემთან. პასუხის ღირსიც აღარა ვარ. მე შენ გითხარი ის, რაც არასოდეს არ მეთქვა შენთვის. შემოდი. შემოდი მეთქი. ასე რა. სულელი ვარ რომ გელოლიაები. სულელი ვარ რომ მობრუნდი. შენ ფეხი არ იქნებს სახში ლოკაცია. შენ ფეხი არ იქნება. არ დაიჯერო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, რაც წაღან გითხარი არ. გამარჯობა. შენი ცოლი გამოგზანა? პიანინო უნდა წაიღოთ. Havra. Hazır. Remeni hazır kır. Hadi bağırnak bırakın. Havra. Yapma vecih ha. Dur hadi yapma vecih da. Dur kır. Beni var. Tafur Ali Hamid ke tafur. Ali bir yapır da beni. Ali akı dıkım. ვახტანგ გარჩევია ნამდვილად დაუკრა. თუ არ შეწუხდებია. მართლა დაუკარით რა. ახლა წავედი ჩემ ბარტყებთან აკადემიაში. ხვალ ისევ შენთან მიქნები. კარგი.
კარგით რა, მოდი თხოვს, სადით მუშაობ. მე ნახედავთ რომ კაცი მუშაობს. ვა. სულიათი. გადაითამაშე. გაშუბიშ. ამას ითამაშე მწყეთ. ეგრელის მეტი არ არის. ამა ეგენ δεν გრევათვის. გაუნა. ბეკა! რა მოხდა, ჩამოიგრა? არა, ნუ გეშინია, მე თვითონ მანგრე. გამოდი, არ დაგეცეს. ნუ გეშინია. გამოდი. კედელი მომანგრიე მხოლოდ. ორი ოთახი რო გაერთიანდება, ინახავ რა სახელოსნო გექნება. და შემდეგ ისე სულ უბრალოდ თეთრად შევღებავ კედლებს. მეც არაფერს არ გავაკეთებ. შენ ამისთვის ვერ მოიცლინე. კი, მოკლედ, კარგი. ამჟერ. აბა მოგიდა. მოდი ესე დაგდი. აი ასე. რა მაგარია. რა უკუნია? აბა მოусმინეთ. ეს ამაი მატეფონია.
შაბაშ აპუნა უქრომჭედელი აღარ არის მოვჩეთ არა? დაღამდა. ახლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? როგორია წესი? წესით თავი უნდა წაუქციოთ ჭიქას. სად? თუ თადარიგი სახში არაა დაჭერილი. ჩემი მეუღლე სამწუხაროდ ავადაა, თორე როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველაფრის თადარიგი იქნებოდა დაჭერილი. მაშინ დუქნების მეტი რა არის? ამაში და ჭიქით. აპუნას მისი მეგობრები უდღეგდელოთ. ვის აღარ არის, იქ შევხედოთ და იქაც ვისვლა მოსვლა არ დაკლებოდოთ. იქაც თუ ისევ ვისვლა მოსვლა, კაც ვეღარ დაუსვენია და ეგა. ყველაფერს ნუ გაამასხრებ. არა თქვენ არის? არა მე აღარ აღიარებ. არ შემიძლია. ნუ ხომ უნდა შეხვიდეთ შემთხვევაში, მე არ შემიძლია. არავით არ შემთხვევაში. მართლა მეორეთ მოსვლა ხომ არა? ყველაფერი გადახდილია. მათქმევინეთ. წინათ ხომ ყარაჩოხელები თავის დასამარხ კამარს თანატარებდნენ. ასე პაპუნამას ერთი ზარნიშის ხანჯალი შემოინახა. ის ხანჯალი მუზეუმმა იყიდა, ასე რომ დღეს თვითონ პაპუნა ჩვენი მასპინძელი. ვიჭი. პაპუნამ თავის უკანასკნელ გზაზედაც ყველასაგან დაუმადლებლად თავის ხარჯით იარა. ეკა? ვახტანგ, რა მოხდა? არაფერი. აბა სიცხელი რატომ ადექი? მეზობლის ბიჭმა მითხრა აქ არისო. ისე რომ იცოდი რა კარგ დროს მოხვედი. უკეთეს დროს ვერ შეარჩევდაგაც. ბოდიში. რადიოგრამა მოვიდა ხოლმე ზურგოს გემიჩაოდეს. რას ამბობ? დღეს მე უნდა წავიდეთ ბათუმში. ვერ შეხვდები, შენ უნდა დაწვე. მოდი ერთი წუთი. ვერ დავნა. უხერხულია. ეკა. ეს კაცი, მართლა მკაცი ქმარია. ქმარია, დედას პიცა. ხსომაი. Всего доброго. Пока. До свидания. Петя. Мама моя. Здравствуйте, Петя. Здравствуйте. Понимаете, братцы, вижу. Ой, спасибо. Вижу, идете швартоваться. А ветер-то юго-западный. Но как только подали швартовый, душа улеглась. Ну ладно, всего доброго. Пока. Пока. Приезжайте, До свидания. обязательно. Спасибо.
აი ეს არის ქართული კაცის ბედიცა და უბედურებაც. რაზედ ბრძანებთ? უზომანი ვარ ჩემბატონო ყველაფერში, ჭირშიც, ლხინშიც, შრომაშიც, ნიჭიერებაშიც და უსაქმრობაშიც. პოეტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ნიჭიერება საკუთრება კი მგონიათ. ნიჭიერება მხოლოდ ცეცხლად მოგვცა განგებამ. აი, ხედავთ? რა შეძლები ამ ბატონისგან შეიძლება ორი აზრი არსებობდეს ამ მშვენიერებაზე. რა შესანიშნავი თვალთა ხედვა, ფერების შეხამება, ჩვენი ქალაქის თავისებური ხედვა, დიდებული რამ არის. ნიჭიერებას ბოლომდე უნდა დახარჯვა მშვენიერ ქვეყანაზე, ხმაწვილო. მე რომ გითხოთ, დამისხეთ სიამოვნებით. მე რომ გითხოთ, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალურ მუხტს ჩავაწერებთ. ყოველი ადამიანის, ყოველი ნიჭიერი ადამიანის უქმა დაკარგული ყოველი დღისათვის უმკაცრესი სასჯელის გათვალისწინებით. რა ხნის დახვრეტილი იქნებოდი ახლა ჩემო ბიძინა? ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. ნამეტანია გენაცვალ. გავარჯობოთ ქალბატონო. შემოვახტანგ. ეს ხანწები სადავაწყო. მაგილაზე, ოღონდ ეს ჩიტის საკენკი არ გამისრისო. ევების მომარილია ბიჭო. ამით ვქეიფობთ. ზურიკო. დააწყე საკუთრება. ბუტერბროდი უნდა სამსონს? ერთ დაждომაზე ბატკანს ათავებს. დედასულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი მამიკო. მაგ წარმოუდგენებმა შემიწირა მე. დავინჯერე. ნუ გეშინია ვახტანგ, ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზე იქნება. მე ახლა ვეწავალ, ყველაფერს მოვიდა. ყველა ახტაცებული შეიძლება. მოიცა, მე წავალ. რა შესაძლოა? არ ვიცი, აგური. ზურა. ჩანთები აიღე და ღვინოზე გაიქეცი, ოღონდ სწრაფად. ანჟელიკა, ფანჯარაზე ვაწვია. აუტანე, ფერსი დააწყე, აუტანე ზე. კარგი მამა. აბა შენიც. აცაშვილი, რას თამაშობთ? ზურიკო, დიახ, მოდი აქ. ბიჭო, აცი გაქვს ღვინოს საძებარი. აგერ ერთი ბოცა მაქვს, დალების მეტი არაფერი არ უნდა. არა, ბატონო, მივხვდები. მამაშას უთხარი. ნაშაქრარი და ნამამაძაღლარი არ გაგონოსკო. ჩემი ვენახის სრემლები ათქო სუფთა. აბა, გადაგებულია მან. წაგებულია თუ მოგებული მე ვიცი. ჭირიმე შენი. მადლობთ. მე უთხარი არ მინდა ბატონო შენი არაფერი არ მინდა და ჩემი ჰონორარი მომეთითო. აი, გამოდუნე. ქვეყანაზე ერთი ხალხი ხალხი არა ერთი ხალხი შენი ლაფვალ მერადორება წყალოს თაბღებდებო, იცის სწორედ ეხლა დრო. აჰა. დიახ. მე მინდა ვადრეგდელო ქართველი ქალი. ცოცხლე ბატონო ბიძინა, გენაცვალე. ის ქალი. როგორც ყველა დიადი გრძნობის წყარო. ხალბატონეგა. მადლობთ, ბატონო ბიძინა, მადლობთ. წყარო სიყვარული.
წყარო კეთილშობილების და ერის დიდების წყარო. მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო? დიახ, წყარო მამაკაცის ვაჟკაცობის სარე. ქალბატონო, თქვენ რომ ახლა ვინმე მკითხოთ რა მოშოლა ვახტანგს, ალბათ ეთყვით ბირის გამოცნობა, რა? რატომ? იმ შვენიერი სამსახურიდან წამოსვლა მეთქი. რა სასტიკად ცდებით. თქვენ უნდა უთხრათ? არა ბატონო. პირადა სამსახური რა შუაშია, თვითონ მე ვარ მისი გადამრჩენი. არა ვახტანგი, იცი რა? არ ვიცი. მე ვეტყვი ვახტანგი ნამდვილი შემომქმედია და სხვანაირად ვერ შეძლებდა. გუგაცავთ ხალბატონო, გამარჯობათ. ინებეთ? მომილოცავს. დღეს 8 მარტია და უნდა შეგაწყვეტოთ. ხომ არ გეხნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს,
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ. ზოგს ლექსებიც გიწერიათ. იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობთ. სიყვარულის გახანგრძლივებაზეც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულოდ. ხომ გახსოვთ? უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე. არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც